გამარჯობა. ამ ვიდეოში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გავაანალიზებთ ხელიძაღლის პირველი სეზონის მეორე სერიას. თუ ჯერ პირველი სერიის განხილვა არ გაქვთ ნანახი და გსურთ იქიდან დაწყება, შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ვიდეოს აღწერაში და იქ დაგხვდებათ მული. იქნებს წინა სერიის ანალიზი და მომავალში დაემატება სხვა დანარჩენი სერიებიც. ჩვენ კი დავიწყოთ. მეორე სერია ძალიან დიდი დოზით განსაზღვრავს იმ ამინდს, რაც მთელი პირველი სეზონის განმავლობაში უნდა მოხდეს. თუ პაუკას ბობოქრობა პირველივე სერიაში დაიწყო და დასრულდა, ამ სერიაში მომხდარი მოვლენები აქტუალობას არ კარგავენ სეზონის ბოლომდეც და შეიძლება ითქვას მეოთხე სეზონის ბოლომდეც, ვიდრე სერიალში ჯინორიასა და ზერაგიას ვხედავთ. ამ კრიმინალური ურთიერთობების საწყის ნიშნები სწორედ მეორე სერიიდან იკვეთება. პირველი სცენა. გურამ ჯინორია მიდის ვანო გეჯაძესთან ოფისში და ზარს რეკავს. თუ კარის ასე მალე გაღება უბრალო შემთხვევითობა არ არის, მაშინ ორი რამის ვარაუდი შეგვიძლია. ანუ გეჯაძის ოფისში წესრიგია დამყარებული და ყოველთვის ასე მალე აღებენ კარს, ან კიდევ სპეციალურად ჯინორიას როგორც საპატივსაცემო სტუმარს ელოდნენ. ეს პატივისცემის მომენტი აი ამ ფეხზე წამოდგომაშიც გამოიხატება. ჯინორია თავის ქურთუკს დაცვას უტოვებს და შედის გეჯაძესთან. მისალმებიდან ჩანს, რომ ეს ორი კაცი ერთმანეთთან ახლოს უნდა იყოს. მაგალითად, უცხო ადამიანთან მისვლისას ელოდებიან ნებართვას, რომ დაჯდნენ. მასპინძელი ეუბნება სტუმარს დაბრძანდითო და შემდეგ სტუმარი ჯდება. აქ კი ეს ზედმეტი ფორმალობები გამოტოვებულია და ჯინორია პირდაპირ ჯდება. გურამ რა ხდება? ეს კითხვა ისეთი ინტონაციით არის დასმული, თითქოს დღეს რაღაც ვერ გცნობ, რაღაც ცუდი ხდებაო. რა ხდება და? ძალიან განაგებია. ყველაფერი ცუცხობ. საინტერესოა ვიღაცების განაგლებაზე გეჯადის ეს რეაქცია. კაჭები არის. აქედან ჩანს, რომ მისთვის ეს ახალი არ არის, ისედაც იცოდა და თან დიდ რამე დართვლის ამ პრობლემას. ჯერ რა თქმა უნდა, არც ჩვენ და არც ჯინორიამ არ ვიცით, როგორ მოაგვარებს ამ პრობლემას გეჯაძე, მაგრამ ის უდარდელი და მშვიდი დამოკიდებულება, რასაც გეჯაძისგან ვხედავთ, ერთგვარი ავტორიტეტის იერს იძლევა. თანაც შემოდის ამ ავტორიტეტების იერარქიაც. პირველ სერიაში გვეგონა, რომ პაუკაა მთავარი ბოროტმოქმედი. მერე პაუკას კლავენ და გვგონია, რომ ჯინორიაა მთავარი ანტაგონისტი. ახლა კი ეს სია კიდევ უფრო ფართოვდება და ვხედავთ, რომ ჯინორია ვიღაცასთან მიდის, რაღაცას შესჩივლებს და ის, რაც ჯინორიასთვის პრობლემა იყო, ამ ვიღაცისთვის დიდი არაფერია. ეს ძალაუფლება გვაჩვენეს ჯერ მისი ამხელა ოფისის სახით, შემდეგ კი სხეულის ენით. ამასობაში ვხდებით ემოციური დისონანსის მოწმენი. ჯინორიას აი ეს ქცევა, ნელ-ნელა კონტროლის დაკარგვა და ფეხზე წამოდგომა არის ემოციური დისონანსი. ეს რას ნიშნავს? როცა ერთ ადამიანს აქვს გარკვეული ემოციური მდგომარეობა, ამ შემთხვევაში ბრაზი, ნერვიულობა, იმედგაცრუება და ამას ვერ ხედავს მეორე ადამიანში, ეს შეუსაბამობა საკუთარ და სხვის ემოციურ მდგომარეობებს შორის ქმნის დაძაბულობას. მაგალითად, წარმოიდგინე აბარებ გამოცდას. შენაც იკაცინე ერთ-ერთი ხარ და ნერვიულობ. ამ დროს კი ხედავ, რომ დანარჩენი 9 სრულიად მშვიდად არის. ამით შენი ნერვიულობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ხედავ, რომ უცბად წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდი. მათ რაღაც ისეთი იციან, რაც შენ არ გაქვს. აქ ჯინორიას ნერვიულობა შეხვდა გეჯაძის სიმშვიდეს და ამ კონტრასტმა ჯინორია კიდევ უფრო მეტად დაძაბა. თითქოს როგორ ხარ ასე მშვიდად, შენც ჩემნაირად როგორ არ ნერვიულობ, ნახე რა ხდებაო. შენ დაჯექე ხან ნერვიულობ, დაჯექე. შემდეგ კი, როცა ჯინორია ნერვიულობაში გამოიჭირეს, მან არ მოინდომა, რომ ასეთი სუსტი გამოჩენილიყო, ამიტომ ნერვიულობა სხვაზე გადაიტანა. კაცო, მე კი დავჯები, მაგრამ ის კაცი ნერვიულობს. ვინ არის ეს სხვა? მოდით აქ ორი ვარიანტი განვიხილოთ. პირველი, რომ ეს კაცი ჩვენს ხელძაღლში ნანახი გვყავს და მეორე, არ გვყავს ნანახი. თუ არ გვყავს ნანახი, ბევრს ვერაფერს ვივარაუდებთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ვინაიდან ის კაცი ნერვიულობს ბიზნესში კონკურენტების გამოჩენით და ხვალე მასაც შეიძლება მიადგნენ, გამოდის, რომ იმ კაცსაც რაღაც ბიზნესი აქვს და თან ფლობს ისეთ ავტორიტეტს, რომ ჯინორიას შეუძლია დაურეკოს და ერთგვარი საყვედურით უთხრას, რომ თუ რამე არ გააკეთეთ, მეც მომადგებიან. რამე ერთად გავაკეთოთ კი არა, თუ შენ რამე არ გააკეთე. ამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კაცის სტატუსით უფრო მაღლა დგას ჯინორიასთან შედარებით. თუ ეს კაცი ნანახი გვყავს, მაშინ ბიზნესმენის ვარიანტი გამორიცხულია, იმიტომ რომ ხელძაღლში არსებული ბიზნესმენებიდან ალბათ ომგერ კაკაურიძეა ყველაზე მდიდარი, მაგრამ ის რუსულ ბიზნესშია და არა ქართულში, თანაც ამ ორს შორის კავშირი ძალიან მცირეა. შენ ის მითხარი? ომგერას თუ იცნობ შენ კაკაურიძეს? ისა ჯემალას მასტო? ხო. როგორ არა? ჩვენ ეს პერიოდში ვიყავით რა რუსეთში.
ხშირად დავხმარებილებთ ერთმანეთს. ისე დიდი ფიგურაა რუსულ ბიზნესში. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ის კაცი არა ბიზნესმენია. ყველაზე დამაჯერებელ ვარიანტად აქ ისევ უჩაზერაგიას განხილვა შეიძლება რამდენიმე მიზეზის გამო. ჯინორია მე პატარა კაცი ვარ ამბობს იმ კაცთან შედარებით. ბიჭო, მე პატარა კაცი. მე და ის ერთი ვარ. ზერაგია ჯინორიაზე გავლენიანია, სერიალში მათ კონტაქტს ვხედავთ. ზერაგია ფარულად მოქმედებს სხვების მეშვეობით, ამიტომ პოტენციურად გამოაშკარავების საფრთხე ემუქრება და თან მას მოიხსენიებენ როგორც იმ კაცს და ერიდებიან მისი ნამდვილი სახელის ხსენებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როცა ოფისშიც კი სხვა დამსწრე პირების გარეშე, უსაფრთხო გარემოში სახელსა და გვარს არ ახსენებენ, ეს მიანიშნებს, რომ ერთი მხრივ ვიღაც ძალიან გავლენიანზეა საუბარი, მეორე მხრივ კი ამ ადამიანის შესახებ მხოლოდ მათ იციან ამ ვიწრო წრეში. გავლენიანი ადამიანი შეიძლება იყოს ცნობილიც და შეიძლება იყოს უცნობიც ფართო საზოგადოებისთვის. ცნობილი ადამიანის სახელის დამალვას არანაირი აზრი არ აქვს. ყური ისედაც შეჩვეულია ამ სახელის ხსენებას და გაგებას. აი უცნობი კი უკვე სხვა საქმეა, რაც თეორიას რომ ჯინორია იმ კაცში ზერაგიას გულისხმობდა, მნიშვნელოვან წონას აძლევს. თანაც ხომ გახსოვთ იერარქიაზე რომ ვლაპარაკობთ. ყავდა პაუკა და ჯინორია. მათ დაემატა გეჯაძე. ახლა კი ის კაცი. ამ საფეხურების ეტაპობრივი გამხელა მაყურებლისთვის ძალიან ჭკვიანური სვლა, რაც ინტერესს სერიალისადმი მუდმივად ზრდის. ვიდრე არსებობს კითხვის ნიშნები, იარსებებს ინტერესიც. კიდევ ერთი ასეთი ინტერესის გამომწვევია იმ ბიჭების ხსენება. ის ბიჭები სად არის? ისინი. ისინი აქ არიან ჩემს. აქაც არ არის დაკონკრეტებული ვინ ბიჭებს გულისხმობენ, მაგრამ ვიცით რომ მათ ორი ტრუპი აიკიდეს. უკვე ორი ტრუპი აკვიდეს. აქ სავარაუდოდ იგულისხმებიან ხათუნა ნიკურაძე და პაუკა. პირველი სერიის ანალიზისას ვთქვი თუ რატომ ვერ იქნებიან ის ბიჭები, აი ესენი. ამიტომ მამას აღარ გავიმევარ. ვხედავთ რომ ამ ბანდას უნდა ჰყავდეს მკვლელების სულ მცირე ორი ჯგუფი. ერთი ეს სამეულია, მეორე კი ისინი, ვინც პაუკასთან ერთად ნიკურაძის ბინაში იყვნენ და ვინც ორი ტრუპი აიკიდა. უბრალოდ ამ ბიჭებს სერიალში ვერ ვხედავთ და შემდეგ აღმოჩნდება რომ თურმე მართლა ეს ერთადერთი სამეული არსებობს და ესენი იყვნენ ნიკურაძესთანაც. ამით სერიალში დაშვებულ შეცდომამდე მივდივართ, რასაც რამდენიმე წუთში მიუბრუნდებით. რანაირი ფსიქოლოგიური ანალიზია ეს არ ვიცი, ჯერჯერობით რაც ვილაპარაკი, უფრო მეტი თავად სერიალის ანალიზი უფრო ვიდრე ფსიქოლოგიური, მაგრამ სხეულის ენა, ინტონაცია, სიტყვები, მინიშნებები, ესეც ფსიქოლოგიის ნაწილია და ყველა ვარაუდი რაც აქ კეთდება, ზუსტად ფსიქოლოგიის წყალობით არის. ამიტომ ნუ ვიფიქრებთ, რომ სათაური და ვიდეო არ შეესაბამება ერთმანეთს. ამასობაში მოვიდნენ ჯიგრებიც. მოვიდნენ ჯიგრები. აი ეს ჯიბეებში ხელებ ჩაყოფილი, წელში ოდნავ მოხრილი შემოსვლა იმის საპირისპიროზე მეტყველებს, რასაც ამბობდა. ჩვენ აქ საუბრად და საქმის გასარჩევად აღმოსულვართ. როცა ასეთი პოზით ვინმესთან შედიხარ, ამით უპატივცემულობას გამოხატავ და ეუბნები, რომ ჩემორიღარო და ფეხებზედაც ვკიდიხარო. მაგრამ ამავე დროს გოგოებთან ერთად მისვლა კიდევ ერთი დამცავი ბარიერია. ბილიხოძე დარწმუნებულია, რომ თუ საქმეში გოგოებს ჩარევს, ამით ცოტათი მაინც შეარბილებს სიტუაციას, მაგრამ სამი კაცი ჩახოცეს და ის ორი გოგოც მიაყოლეს ზეთ. მოდით ძალიან ნუ გავასწრებთ მოვლენებს, ჯერ გოგოების მიიყვანაზე კიდევ ბევრია სათქმელი. ამიტომ სცენას მივყვეთ. გამარჯობათ ბატონო ვანო. როცა შედიხარ ოთახში, სადაც ორი კაცი ზის, შენ კი ესალმები მხოლოდ ერთს, ხელს ართმევ მხოლოდ ერთს და მეორეს ზედაც არ უყურებ. ეს არ გაძლევს საფუძველს თქვა, რომ ჩვენ აქ საუბრად და საქმის გასარჩევად აღმოსულვართ. არც ამას. ბატონი გურამი არ ველაპარაკება. ეტყობა ცოტა ნაწყენია. მარტო ბატონი გურამი კი არ არის ნაწყენი. იქნებ ჩვენ უფრო ნაწყენები ვართ და არ ვამბობთ. როცა თავად რაღაცას გრძნობ და ამას სხვა ადამიანს მიაწერ, თითქოს ის ფიქრობს ამას და არა შენ. ამას ფსიქოლოგიაში ჰქვია დაცვითი მექანიზმი პროექცია. ამ დროს ერთი ადამიანი მეორეს მიაწერს იმ უარყოფით გრძნობებს, რასაც სიამდვილეში თავად გრძნობს. და აი, ისევ მივედით გოგოებამდე. წვიმა რომ მოდის და ქოლგას იჭერ. შენ არ სველდები, სველდება ქოლგა. აი ზუსტად ამ ქოლგის როლის შესასრულებლად მიიყვანა ბილიხოძემ გოგოები. მან იცოდა რომ იწვიმებდა, ამიტომ სჭირდებოდა ფარი. ქართველი კაცი კი ქალს პატივს სცემს, სულ მცირე ფორმალურად და მოჩვენებით მაინც. მაგრამ ამ ფარის გამოყენება უკვე წაგებულ ბრძოლას ნიშნავს. შენ თავს იცავ იმისგან, რისიც გეშინია. თუ საქმის მოგვარება გინდა, უნდა მოაგვარო საკუთარი რესურსებით და არა მოწინააღმდეგის რბილი მხარეების გააქტიურების იმედად. თემო მიცოდა, რომ ომით ბევრს ვერაფერს მოიგებდა. ამიტომ გადაწყვიტა ისე წარმოაჩინოს საქმე,
თითქოს უბრალოდ მშვიდობიანი გზა აირჩია თორემ ომი, რომ გადაეწყვიტა მტრისას. აქ მას იმედი ჰქონდა, რომ გეჯაძე კაცი აღმოჩნდებოდა, თავად კი დიპლომატი, მაგრამ გამოვიდა, რომ გეჯაძე არა კაცია, თავად კი ლაჩარი. ამის შემდეგ მოდის ერთი ძალიან მაგარი დეტალი. არ ვიცი სპეციალურად უთხრეს მსახიობებს, რომ ასე მოქცეულიყვნენ, მათი იმპროვიზაციაა თუ უბრალოდ დამთხვევა, მაგრამ ცხელძახში იმდენად ბევრია ასეთი წვრილი და ძალიან მაგარი დეტალები, რომ უკვე აღარაფერია გამორიცხული. აი აქ დააკვირდით, როგორ ემთხვევა დროში გეჯაძის თავის მარცხნივ ვიტრიალება და ბილიხოძის თავის გვერდზე გაწევა. ჯერ ვნახოთ ეს მომენტი ხმით და მერე აგიხსნის ეს რას ნიშნავს. მოვედით რომ ერთმანეთი კარგად გავიცნოთ. დავილაპარაკოთ. აქ ბილიხოძემ თავიდან საუბრის ინიციატივა აიღო. დალაპარაკება, თითო ჭიქის დალევა და ერთმანეთის გაცნობა შესთავაზა გეჯაძეს და შესაბამისად ელის რომ მას სულ მცირე მოусმენენ მაინც. ანუ იქნება ყურადღების ცენტრში. ამ დროს გეჯაძე თავს მარცხნივ ატრიალებს. ანუ მის მხედველობის სივრცეში და ყურადღების ცენტრში ბილიხოძე აღარ არის. თემო კი ცდილობს ამ დაკარგული პოზიციის დაბრუნებას და თავს ზუსტად ისე წევს, რომ ისევ გეჯაძის მხედველობის ცენტრში დაბრუნდეს. საითაც ვანო იყურება, იქით მიაქვს თავი თემოს. ამით ეუბნება მე მიყურე, მე მისმინე. აქ ისევ ჩანს, რომ დომინანტურ პოზიციაში კვლავ გეჯაძეა, რადგან თემო ყურადღების მიქცევას ცდილობს. ვანო კი ამ ყურადღებას სურვილისამებრ გასცემს, თანაც კონდიციონერებით აკონტროლებს ოთახში ტემპერატურის დონეს. როცა უნდა ოთახში სიმშვიდე იქნება, შენ დაჯექი ხან უნერვებლობ, დაჯექი. რაცა გურო, რაცა. ეგ მე დაიყო. როცა უნდა ხმაური. ბენზინთან რა საქმე გაქვს? მაცა ნერვიულო. არა, მე შეგეუნები, შენ ბენზინთან რა საქმე გაქვს შეჩემისაში? კიდევ ერთი დეტალია გეჯაძის დამაჯერებელი საუბარი. კომუნიკაციის ყველა ექსპერტი ერთსა და იმავეს იმეორებს. პაუზების საუბრისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამის თქმის წინ, ზრდის ავტორიტეტულ იერს და დამაჯერებლობას. მოისმინეთ რამხელა პაუზას აკეთებს გეჯაძე ისეს თქმის შემდეგ. ისე ჩხუბსა და დავიდარებას მე მომიც მოგაჯობია. რა თქმა უნდა. დაახლოებით 4 წამი გეჯაძე ჩუმად იყო და ზუსტად ამ სიჩუმეს მოაყოლა რამდენიმე ერთდროულად კატეგორიული და დიპლომატიური ფრაზა. დავიტაპარაკოთ მომ. თქვენს თქვით. ჩვენსაც ვიტყვით და ამის მე მგონი შევთანხმდებით. დავფიქრეთ უნდა კარგად და აწონდეთ ყველაფერი. მაგრამ ეჭი გავხდით. მაგაზე თქვენ აღარ დაეკარებთ. ბილიხოძე კი იმედგაცრუებული აქნევს თავს და ოხრავს. ახლა თორე აგერ უთამი გამინაცხადა. ყველა გეგმა წყალში ჩაეყარა. აი აქ იწყება ჩაფიქრებული ადამიანის მოძრაობები. თითქოს რაღაც სერიოზული გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მაგრამ ფიქრობს სწორია თუ არა. ეს გავს მოჭადრაკის ჩაფიქრებულ მზერას მნიშვნელოვანი სვლის წინ. სხეული რაღაცას აკეთებს, აქეთ-იქით დადის, მაგრამ გონება სხეულზე პასუხს აღარ აგებს, იმდენად არის მოცული ფიქრით. აქ ყველა მოძრაობა მექანიკურია. რამდენიმე წუთში რომ გვეკითხა გეჯაძისთვის რა გააკეთა, რომელი ჭიქა გაასწორა და ასე შემდეგ, ვერაფერს ვერ გვეტყვის. სუფრის სცენაზე ოდნავ შეზარხოშებული გეჯაძე ისე ეკურკურება ნინო ხორბალაძეს, თითქოს ცოტა ხანში სიცოცხლეს არ უნდა გამოასალმოს. ამას საბედისწეროდ შეაწყვეტინებს ბილიხოძე და ცდილობს გამოიყენოს კიდევ ერთი ფსიქოლოგიური ხრიკი. სტრატეგიული დათმობა. კარგი. ბატონი გურამის ხალხით სიგარეტზე და მაღაზიებზე უარს ვამბობ, მაგრამ ბენზინი აქ ბილიხოძეს იმედი აქვს, რომ ურთიერთგაცვლის პრინციპს გამოიყენებს. მე ამაზე ვიტყვი უარს და სანაცვლოდ შენ ის დათმე. მაგრამ აი? გავიდა მატარებელი. ვერ მიართვეს. ნახეთ რამდენჯერ იმეორებს ბილიხოძე, რომ გოგოებთან არის. გოგოებთან ერთად ვარ. მერე შემოვარდნენ მკვლელები და ძალიან სარისკო რაღაც გააკეთეს. აი აქ თუ დააკვირდებით, როგორც ხედან ჯინორია და ბილიხოძე, ძალიან ადვილია ბილიხოძისთვის დამიზნების დროს ჯინორიას გაარტყა. მით უმეტეს რომ ჯინორიამ წინასწარ არაფერი არ იცოდა მთელი ამ მკვლელობის შესახებ და შეიძლება დროზე გაწევა ვერ მოესწრო. მისი მთელი ეს მოსვლა გეჯაძესთან და წუწუნი მოკლულების განაგლების შესახებ ამის დასტურია. გარდა ამისა, ხომ გაგიგიათ სიტყვა რიკოშეტი. დახურულ სივრცეში ტყუის ასხლეტის ალბათობა, მით უმეტეს ამდენი ტყუის, კატასტროფულად მაღალია. ესეც რომ დავივიწყოთ, არსებობს ტყუის ნაწილებად დაშლის და მისი გაფანტვის, ან ბეტონის ნამსხვრევების გაფანტვის დიდი შანსიც, რასაც ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანისთვის, განსაკუთრებით რბილი ქსოვილებისთვის.
ასე რომ ეს სცენა მთლად კარგად ვერ არის გათვლილი. გეჯაძემ საფრთხეში ჩააგდო საკუთარი, ჯინორიას და თავად ამ მკვლელების ჯანმრთელობა და სიცოცხლეს. გასაგებია, რომ ეს სერიალს უფრო მეტ სიმძაფრეს მატებს, მაგრამ უბრალოდ შეიძლებოდა 5 კაცის პისტოლეტის 5 ტყვით მოკლაც მშვიდად და წყნარად, სადმე გაიქცეოდნენ თუ რა. თანაც ესეც რომ დავივიწყოთ 3 ავტომატის სროლა შეუძლებელია გარეთ ვინმეს არ გაეგო. როგორც სულ პირველ სცენაში ვნახეთ, გეჯაძის ოფისი მთლად განმარტოებულ კუნძულზეც არ დგას. გარშემო სხვა სახლებია და რა, ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო? გამოდის რომ მაგათან ყოფილა შეკრული. ახლა უნდა ამბობდი ამას მეძველია? რატომ არ უმახსენე თავის დროზე? ანერვიულებული ბრძანდებოდით, რაჟდენოვიჩ და ამდენი დეტალებით ხომ არ გადაგლიდით. ხვალვე დამიწერ ახსნა განმარტებას. ნუ რა კი ეს? ესეც დავივიწყოთ. საკუთარ ოფისს რომ ბრძოლის ველად აქცევ. როგორც არ უნდა გეგონოს რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. სისხლის კვალს და დახვრეტილ კედლებს რას უშვრები. არადა ცოტა ხნის წინ გეჯაძე ამბობდა. დეგენერატები და ნერვიული ხალხი გვინდა ჩვენ ახლა ეგ საქმეში. ცოტა არ იყოს აქ თავადაც ნერვიულივით და დეგენერატივით მოიქცა. მაგრამ კარგი. მოდით არც ის არ შევიმჩნიოთ, როგორ იყურება ერთ-ერთი მკვლელი კამერაში და მერე უცბად უხერხულად გაატრიელებს თავს ნორმაზე მეტად, თითქოს შეცდომის კომპენსაციას ცდილობსო. აქ შეიძლება კიდევ ერთი შეცდომაც იყოს. აი აქ მგონი ვიღაც დგას გადაღებისას, მაგრამ თუ ასე დეტალებს არ ჩაუღრმავდებით, ფსიქოლოგიურადაც და ისეც საკმაოდ მდიდარი და ძლიერი სცენა გამოვიდა. ამის შემდეგ გადავდივართ ზახარიჩზე. თუ წინა სერიაში ვნახეთ ბიძინას სამსახურში, ახლა ბიძინას სახლშიც ვეცნობით. მაგრამ ვიდრე ბიძინაზე გადავიდოდეთ, ერთი დეტალი უნდა აღვნიშნო. სულ არ აინტერესებს 2003 წლის ქართველ ადამიანს დედამიწაზე სასმელი წყლის პრობლემა. ეს ერთადერთი სცენა არ არის, სადაც წყალი უბრალოდ მოშვებულია და ვითომც არაფერი. ბარემ ეს მომენტებიც ვნახოთ, საიდანაც თითოეული არის მეორე სერიიდან. თემოს კლასელი ვარ რა. საქმე მოქრევას. კარგი შემოდიო. შემოდი ერთ დროზე და წინე არ იყიდადი. აი პირდაპირ. საით? პირდაპირ. აი დავუბრუნდეთ ბიძინას. ის მზრუნველი და შინაგანად ნაზი ხასიათი, რაზეც პირველი სერიის ანალიზისას ვისაუბრეთ, კაკაც კარგად ჩანს. შემდეგ ლიზიკო თავის სტიქიაშია. ცოლი და ცოლი. მაგრამ ეს კონტექსტიდან ამოვარდნილი სიტყვა სინამდვილეში ღრმა ფსიქოლოგიურ საფუძველს ატარებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რასაც მედიკოს სიკვდილის ამბით გავიგებთ, მაშინ ცოლი სრულიად ლოგიკური ხდება. მედიკოს სიკვდილით ლიზიკოს აღარავინ არ დარჩა ბიძინას გარდა. აღარავინ დაბრჩა. აი მარტო ეგ არის ძალით რომ აცოცხლებს. მაგრამ თავისი ცხოვრება ვერ აუწყია. დაადის ეგრე კიკოსავით. ამიტომ ემოციურად ლიზიკოსთვის შვილის ადგილი დიდი ხანია ბიძინამ დაიკავა. ეს არ ნიშნავს, რომ ბიძინა ანაცვლებს მედიკოს, მაგრამ ბიძინასთვის ახალი ადგილი გაჩნდა ლიზიკოს გულში დედაშვილური სიყვარულისთვის. ამავე დროს მას არ სურს, რომ მედიკოს უბედურმა ბედმა ცხოვრება გაუფუჭოს ბიძინასაც. ამიტომ როგორც მედიკოს დედა და ბიძინას კეთილმოსურნე ცდილობს საკუთარი წვლილის შეტანას ბიძინას კიდევ ერთხელ გაბედნიერებაში და მუდმივად თხოვს ცოლის მოყვანას. შემდეგ მომენტს კი ფსიქოლოგიური ანალიზი საერთოდ არ სჭირდება, მაგრამ უბრალოდ ჩავსვამ ვიდეოში ჟანრი ლოლაშვილის სამსახიობო ოსტატობის ხაზგასასმელად. ერთი ამავე ისი ანალიზი იქით იყოს და რატომღაც ასეთი აღწერითაც კი ყველაფერი გასაგებია, რისი თქმაც ბიძინას უნდოდა. მომდევნო სცენაში ვხედავთ ქართული პოლიციის დაუღალავ შრომას და გაცხარებულ მუშაობას. ზოგადად ასეთ გულმხურვალე გულშემატკივრობას ფსიქოლოგიაში თავისი ახსნა აქვს. სოციალური იდენტობის თეორიის მიხედვით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაღაც დიდის ნაწილად ყოფნა. როცა გულშემატკივარი ამბობს ჩვენ მოვიგეთ, ის საკუთარ თავს აიგივებს გუნდთან, რაც მის თვითშეფასებას ზრდის. ასევე ეს არის ეგრეთ წოდებული ვიკარული გამარჯვება.
ვინაიდან ადამიანების უმრავლესობას დღესდღეობით აკლია ტრიუმფის განცდა, სპორტული გამარჯვება მათ აძლევს საშუალებას მიიღონ დოფამინისა და ენდორფინების ის დოზა, რაც ნამდვილ გამარჯვებას ახლავს. სახარიჩ მაგარი ბოია, გიხვიწები, მაყურებინე რა. გარდა ამისა, ეს არის ემოციებისგან დაცლის და განტვირთვის კარგი საშუალებაც, რასაც ქათამაძე ძალიან კარგად გვაჩვენებს. მიდი! კარგია. უკბინე შეჩემა, მიდი რა. თუმცა ამის საჩვენებლად სამსახური მაინც და მაინც კარგი გარემო არ არის და სოფო ხორბალაძისთვისაც ეს დიდად პოლიციის სანდოობის სამაგალითო დემონსტრაცია ვერ იქნებოდა პირველი შთაბეჭდილების მიღებისას. და თქვენთან მოვედი. ძალიან სწორად მოგსაუბრეთ. რა ვიცი ვითომ. ლექსო ამას კარგად მიხვდება და საკუთარ კაბინეტში გაიყვანს სოფოს, მაგრამ ტელევიზორის გამორთვა მეტისმეტი იყო. უბრალოდ შეეძლო ხმის დაწევა ან ნაკლები ყვირილი ეთხოვა და სულ მცირე ეცადა მაინც პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება. მაგრამ ეს თითქოს დაგროვილი ბოღმის ამოხეთქვა იყო. ქათამაძე ლექსოს თავიდანვე კრიჭაში ედგა. თანაც რეზოს ემოციები პირდაპირ ეთყობა. აი თუნდაც ამ ცალკბილა გამარჯვებაზე. გამარჯობა. მიდი. ლექსომაც ითმინა, დაელოდა საჭირო მომენტს და ნაგლად გამოურთო ტელევიზორი. იმ დღეს ტელევიზორს უყურებდით და მოვიდა და ნაგლად გამოგვიდა. ეს დემონსტრაციული ქცევა ამავე დროს საკუთარი უპირატესობის ხაზგასმაც იყო. მაშინ როცა თქვენ სამსახურში ჩხუბს უყურებთ და ერთობით, მე ვმუშაობ. ამას რა თქმა უნდა ვერავინ ვერ მიხვდებოდა და რეაქციაც სათანადო იყო. მაგრამ უკანა ფონზე ორი კაცი რატომ დგას ასე მანეკენებივით ვერ გეტყვით. თითქოს ვიღაცამ უთხრა რომ თქვენ მეათე ხარისხოვანი როლის შემსრულებლები ხართ და ზედმეტი ყურადღება არ მიიქციოთ. უბრალოდ ტელევიზორს უყურეთ. ცოტა მეტი ემოცია არც მათგან გვაწყენდა. ლექსოს და სოფოს სცენაში ლექსო საკმაოდ რბილად იქცევა და ეს სწორიც არის. ის ამ შემთხვევაში ერთადერთია, ვინც სოფოს ყურადღებას აქცევს და გართობაზე მაღლა აყენებს. თან ცდილობს თავისი ხმით, ღიმილით და დამამშვიდებელი სიტყვებით ანერვიულებულ ქალს იმედი მისცეს. ანუ აჩვენოს, რომ პოლიციაში მხოლოდ აგრესიული მამრები კი არა, თბილი და მზრუნველი ადამიანებიც მუშაობენ და მათი ნდობა ნამდვილად ღირს. იცი რა, მე მინდა სოფლიოში ყველაზე საყვარელი პოლიციელი სადაგძელო დავლე. ლექსო შენ გაგიმარჯვეს. შენი სითბო და ადამიანობა ღმერთმა უკან დაგიბრუნა. ასევე საინტერესოა ხორბალაძეების ოჯახური მდგომარეობაც. ჩვენ ისედაც მშობლები ადრე დაგვეხოცა, ბები აქვს ზრდიდა. ნინო პატარა იყო, ბებია მოგვიკვდა 8 წლის დარჩა, მე ვზდიდი ჩემი შვილებით, რა ვიცი, იქნებ ჩემი ბრალიცა, ძალიან გავათამამ. აქ საქმე გვაქვს პარენტიფიკაციის კლასიკურ შემთხვევასთან. ქართულად რომ ვთარგმნოთ, ეს გამოვა მშობლად ქცევა. პარენტიფიკაცია გულისხმობს შემთხვევას, როცა რაიმე მიზეზის გამო დედმამიშვილებიდან ერთ-ერთს უწევს ნაადრევად იკისროს მშობლის პასუხისმგებლობა. ასეთი ტრაუმული გამოცდილება ორივე დის ფსიქიკაზე აისახება. უფროსი დისთვის ბავშვობა იმ მომენტში დასრულდა, როცა მან დედობა იკისრა. ამ დროს ფსიქიკა გადადის გადარჩენის რეჟიმში. ადამიანი იღებს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე შეუძლია. მას სურს ყველაფერი გააკონტროლოს, ხოლო თუ რამე ცუდი მოხდა, საკუთარი თავი დაადანაშაულოს. ასეთ ადამიანს უჭირს სხვებისგან დახმარების მიღებაც. ეს პოლიციისთვის მიმართვისას მერყეობაშიც ჩანს. სხვებისგან დახმარების მიღება რთულია, რადგან ეს ადამიანი მიჩვეულია, რომ ის არის ბრჭყალებში ძლიერის როლში. სხვებს აქვთ მისი იმედი და არა პირიქით. ამ დროს იკარგება საკუთარი თავიც. ასეთ ადამიანს შეიძლება არც კი ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ თავადაც აქვს საკუთარი სურვილები. ამის დასტურია ისიც, რომ დაზე გადაყოლილ სოფოს არც კი უფიქრია დაოჯახებაზე. რაც შეეხება უმცროს დას, ის რჩება მარადიული ბავშვის როლში. ასაკი ემატება, მაგრამ მასზე მაინც სულ ზრუნავენ, იცავენ, ამიტომ ზედმეტად თამამდება. უნდა გამოსცადოს, სად გადის მისი თავისუფლების ზღვარი. შეუძლია თუ არა სხვებისგანაც იმავეს მიღება, რასაც დისგან იღებს. რის გამოც მისი მღირებულებათა სისტემა იცვლება და ჩვეულებრივზე მეტად აფასებს იმას, რაც არ აქვს. კარგი ბიჭიაო, ბევრი ფული აქო. ასეთ ადამიანებს ნაკლებად აქვთ განვითარებული მადლიერების გრძნობა, რადგან ყველაფერს მარტივად იღებენ, ასე რომ შეიძლება ერთ სიტყვაში გადაუსვან ხაზი სხვის ღვაწლს და გულის სატკენი რაღაც უთხრან მეორე ადამიანს. ამის რო ვეტყოდი, შესავით გაუთხოვარი ხარ და რჩები მეუბნება. გადავდივართ მკვლელებზე, რომლებიც პოსლეზე არ მუშაობენ. მახოს მაინც და მაინც არ უნდა ჯინორიასთან ფულის სათხოვნელად გადასვლა. სიტყვებით რაზე ელაპარაკიო ამბობს, მაგრამ სახის გამომეტყველება და სხეულის ენა იმაზე მეტყველებს, რომ დროის გაჭიმვას ცდილობს.
ახო, აი გურამას მანქანა. Მიდი გადა დაელაპარაკე კურსოდის გვარდოს. კი, ნუ. მე ხო იცი პოსლეზე არა უმშო. იცი რაზე ელაპარაკე. ო, მიდი დაელაპარაკე, დროზე მოვიდა. რაზე ელაპარაკე. დამთმობი პოზიცია ჩანს ჯინორიას მანქანაშიც. შემდეგ გვაქვს ის შეცდომა, რომელზეც ცოტა ხნის წინ გეუბნებოდით. იმ გოგოს ან იქნებით. ვინ გოგო? ხათუნა. კი, როგორ არა ვიყავ? ქალები იყო? მოიყვანა რა ვიღაცები რა. ეხლა ერთი რამ მინდა კითხო. სახელი ხوار გახსოვს იმ გოგოების? ხათუნას პადელნიქს სვეტა ერქვა და ვიღაც სოფლელები იყვნენ რა კიდე. წინა სერიის ანალიზისას ვთქვი, რომ ეს სამი ვერანაირად ვერ იქნებოდა პაუკასთან ერთად ნიკურაძის ბინაში და ამისთვის ორი მთავარი არგუმენტია. ორივე გარეგნობას უკავშირდება. პირველი. ახლა დააკვირდით სამივეს და მითხარით, რომელი ორია ქერა და რომელია წითური. ორი შავგვრემანია და ერთი გაჭაღარავებული. მეორე არგუმენტი. ამ ორს რომ შეხედავ, შეუძლებელია ვერ შეამჩნიო მსგავსება მათ შორის. სვეტას რომ ეს ორი ენახა, აუცილებლად აღნიშნავდა ამ მსგავსებას, რაც არ მომხდარა. აქ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მკვლელების როლზე პირველი სერიის გადაღებისას ჯერ არ ჰყავდათ ხალხი შერჩეული და სვეტას ტექსტშიც ორი ქერა და ერთი წითური ჩაწერეს. მერე კი ასეთი მკვლელები ვერ იშოვეს და ჩასვეს ეს სამეული. ბიძინოს ოჯახურ მდგომარეობაში ჩვენების შემდეგ დადგა ქეთის ჯერიც. ბავშვია საბანავებელი და 6-ისთვის წყალი დამახვედრე. ამ დიალოგიდან ჩანს, რომ სიღარიბეა სააბაზანოები ხალხს არ აქვს და გაცხელებული წყლით უწევთ ბანაობა. ამასობაში თეთრ ჟიგულიზე ამხედრებული ლექსოც გამოჩნდა თუთიყუშით ხელში. სავარაუდოდ სამსახურში კომპიუტერი გაქექა, რაღაც ფურცლები დაათვალიერა და გაიგო ქეთის მისამართი. აქვე ვიყავი ახლოს და ვიფიქრე აღული მეთქი და სამსახურში წავიყვანე. აქვე იყო არა ისა. ქეთის დედა მაინც და მაინც მოხიბლული არ ჩანს სტუმრით და ფორმალურ სიამოვნებას დასჭერდა. აი ოჩა, აი მაგარი გოგო. დედა, მართლა მარიყოს. ლექსომ რაც იცის იცის. ბავშვებთან ურთიერთობის უნარს ვერ წარდგა. დედა რა ბიძია? შემდეგ ყავაში სამ კოვს შაქარს იყრის. მე და ქეთი ერთ საერთო საქმეზე ვმუშაობთ და ამიტომ გამოვარე მეთქი სამსახურში წავიყვანე. ძალიან სასიამოვნო. ქეთი მეორე სეზონში მოაკლებს და ერთზე ჩამოვა. შაქარი რამდენი გინდა? ერთი. არ ვიცი რატომ მოვაკვირდები ამ დეტალებს, მაგრამ აგენტურა работает. ამას მოყვება ლექსოს არც თუ ისე გამჭრიახი მომენტი. რატო ჩქარო? საქმე ხარ? ექიმი არა. ექიმიო? აი, ეს ექიმი არა. ძიებს ვიჭერ. არა, ეს ექიმი არ არის. აშკარაა, რომ ბავშვს ვერ ეტყვიან სად მუშაობს ქეთი. ამიტომ ეუბნებიან, რომ დედამისი ექიმია. ლექსო და ქეთი ერთ საქმეზე მუშაობენ, ამიტომ ირინას ლოგიკა უნაკლოა. ლექსოც ექიმი უნდა იყოს. მაგრამ ლექსო ცუდ ძიებს იჭერს. თან შვილები ჯერ არ ჰყავს და საეჭოდ უყურებს ქეთის. ამ სცენაში ერთადერთი ვინც ღირსეულად იქცევა ბიძინაა. როგორი მართალიც არ უნდა იყოს ქათამაძე, ასე ჭორაობა არ არის კარგი. თვრალი გენოც კონფლიქტის გაღვივებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. პაგაზუხა. ამით წაქეზებული ქათამაძეც იმუქრება. ხო და მეორეჯერ ეგეთი რამეები აღარ მიქაროთ, თორე ჩემი ამბავი ხო იცით. მე მაგის ამერიკას ფეხებზე მკიდე. ვერ გეტყვით ამერიკა რა შუაშია, რომელი ელჩიან ამერიკის წარმომადგენელი ლექსოა, რომ ამერიკა იცავდეს და მისი ხელყოფა სახიფათო იყოს, მაგრამ ქათამაძეს ასე სჯერა და მაგისი ამერიკა ფეხებზე ჰკიდი. ჯინორიას გამოჩენამ განწყობა მთლიანად შეცვალა. მართალია გენო და რეზო ისევ თავის სტიქიაში დარჩნენ და ვერც შეამჩნიეს რატომ და სად წავიდა ბიძინა, მაგრამ მთავარი წინ ველოდება. ბიძინასა და გურამის ეს პაექრობა ბევრად დიდ სიღრმეებშია ფესვგადგმული და მხოლოდ ის არ არის, რასაც ვისმენთ. თითოეულ სიტყვას, თითოეულ მოძრაობას და თითოეულ მიმიკას თავისი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ნამდვილი ფსიქოლოგიური პაექრობა, ფარული მნიშვნელობების დანახვა და ერთმანეთისთვის შეხსენება, რითიც პირველ სეზონში ამ ორმა მსახიობმა ძალიან გაგვანებიურა. მათი უკლებლივ ყველა შეხვედრა ძალიან საინტერესოა. საუბარი იხსნება ბიძინას კითხვით. გაუმარჯოს. იცანი? ჯინორია ამბობს, რომ ვერ იცნო, მაგრამ პირადად მე ეჭვი მაქვს, რომ იცნო, მაგრამ ვითომ ვერ იცნო. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ამასაც აქვს თავისი ფსიქოლოგიური საფუძველი.
როცა ერთი ადამიანი მეორეს ეკითხება მიცანიო, ამ დროს ის ელის, რომ მას მეორე ადამიანის მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამასთან ბუნებრივია, რომ ელის გარკვეულ ემოციურ რეაქციასაც. ჯინორიამ ამ პასუხით ფაქტობრივად მიანიშნა ბიძინას. შენ ჩემთვის იმდენად უმნიშვნელო ხარ, რომ შენი სახე ჩემს მეხსიერებაში არ შემონახულა. ეს არის ქვეცნობიერი, ან თუ ადამიანი კარგად ერკვევა, შეიძლება ცნობიერი მცდელობაც, რომ სიტუაციაზე კონტროლი დაამყარო და მეორე ადამიანი იერარქიულად დაბლა დააყენო. ამ თამაშებს არც ბიძინა ჩამორჩა და ასე მარტივად არ გადასცა ბურთი და მოედანი ჯინორიას. აქ რომ ბიძინას საკუთარი თავის წარდგენა დაეწყო, ჯინორიას მახე წარმატებით იმოქმედებდა. არაფერია იმაზე საცოდავი სანახავი, როცა ხელმეორედ ეცნობი ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ პირველად ვერ დაგიმახსოვრა. ამიტომ ბიძინას ყურადღების ცენტრი ისევ ჯინორიაზე გადააქვს და ხელახლა უბრუნებს კითხვას. ხო, ვერ მიცანი. მიანიშნებს, კარგად შემომხედე, კეთილინება და თავად გაიხსენებინ ვარო. ჯინორია იძულებული გახდა ეღიარებინა ბიძინას არსებობა, თანაც ნაძალადევი ღიმილით. ახლა თამაში ბიძინას მიჰყავს და ჯინორია იწყებს თავის მართლებას. 20 წელი გავიდა რუნობის. 20 არა, 20 და 8 თვე. ასეთი დეტალური სიზუსტე კიდევ ერთი ფსიქოლოგიური იერიშია ბიძინას მხრიდან. ამ დაზუსტების შეფარული მნიშვნელობა ის არის, რომ 20 წელი და 8 თვე გავიდა იმ ამბის შემდეგ და მე ჯერ კიდევ მახსოვს. ფრთხილად იყავი, რადგან თუ გეგონა რომ დამავიწყდებოდა რაც შენ გააკეთე, ძალიან ცდები. მე კი ძალიან ახლოს ვარ იმასთან, რომ ეს 20 წლიანი ბოღმა შენზე ამოვანთხიო. ამასვე უსვამს ხაზს ეს ფრაზაც. მე ვიცოდი რომ შეგვიძლია. აი რო არ მწოდო და იქ ჩამოგაკითხოთ. ჯინორია აკეთებს აგრესიულ მოძრაობას. თავისი ბრაზი ხელსახოთზე გადააქვს, სიტყვა კი ბიძინაზე. ეხლა რა გინდა? ანუ მე შენთვის მეტი სათქმელი აღარ მაქვს. თუ შენ რამე გაქვს სათქმელი, გისმენ. ძველი ცოდვების მონანიება. აი რა უნდა ბიძინას. აქ ბიძინას იარაღია სინდისი, ღირსება, სამართლიანობა. ჯინორია კი უპირისპირებს რეალობას და ფაქტებს. როგორც მახსოვს, მაშინ ვერაფერი ვერ გამიმტკიცე რა. ეხლა ძველ ცოდვებს ამ ახალ დროში ვიღადა. ბიძინა ახალ ცოდვებზეც მიანიშნებს. ეს ერთდროულად მუქარაც არის და გაფრთხილებაც, რომ შენი საქმით პირადად მე ვარ დაინტერესებული და კარგად ვიცი შენი ახალი საქმეების შესახებაც. პაუკა მოგიგიცხა, პაუკა. სინამდვილეში ბიძინამ ბევრი არაფერი არ იცის. ამიტომ ზოგადი სიტყვების თქმით ცდილობს ჯინორიას რეაქციაზე წამოკიდებას. საიდან ის? არ ვიცი, მაგრამ ჯინორიას ეგრე ვეთქვი. თქვენ რა ჯინორიასთან აპირებთ მისვლას? აბა ის მიო ვეთქვი. თუ ტყუილია, მოკვდება სიცილი. თუ მართალია, ნუ ეხლა თავშეკავებულად დაიცინებს ამას, ესაკურველია რაღაც რეაქცია მოკვდება. და სწორედ ამაზე წამოვიკიდებ. ჯინორიაც კატასავით ზურგზე არ ეცემა და პასუხს ისე იძლევა, რომ ზუსტად ის თქვას, რაც ბიძინამ ისედაც იცის, ახალი კი არაფერი არ გაამჟღავნოს. ვინ პაუკა? სადრახეს ნაბიჯვარი. ახლა უკვე ბიძინა კარგავს სიმშვიდეს ჯინორიას უტიფრობის დანახვაზე. თან დააკვირდის. ბიძინას პისტოლეტი მთელი ეს დრო მარჯვენა ხელში ეჭირა, მაგრამ კადრი ისეა ნაჩვენები, რომ სარკეში მხოლოდ მაჯამდე ვხედავთ ხელს. პისტოლეტი კადრში გამოჩნდა იმ დროს, როცა ჯინორია მაღარიჩზე ფიქრობდა. ესეც ერთგვარი მუქარის ფორმაა. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ორივე მიცოდა, რომ ბიძინა არ ისვრიდა, მაგრამ მან იარაღი მაინც ჩართო თამაშში. ეს არის საუბრის სხვა დონეზე გადაყვანა. თუ შენ არ გინდა ნორმალურად ლაპარაკი და სიმართლის თქმა, მაშინ არსებობს სხვა გზებიც და ამაში ჩემი პისტოლეტი დამეთანხმება. ჯინორია თავის დაძვრენას ქალაქურ, ქურდულ, ძველებურ, გადაკრული მეთოდებით ცდილობს ხოლმე, აქაც და სხვაგანაც. მოდით ჯერ ეს ვნახოთ, მერე სხვები. ეხლა რა გეტყვისი? მოდი რა, აი ჯიბე და არაში ჩამიგდე რა. ბუნებაში ჩემ წინააღმდეგ ჩვენება არ არსებობს და ვერც იარსებებს. ეგ ყველაფერი ბლეფია. მოგივიდა რა, საპესიო ასაკი. შენ დამპალო. დადი კოზლა გაასუკე და დეტექტივების წერა დაიწყე რა. აი ეს ფრაზები ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ სწორედ ამიტომაც არის ძლიერი იარაღი. ერთი მხარე ლოგიკით, არგუმენტებით და აზრიანი ლაპარაკით ცდილობს ფონს გასვლას, მეორე კი ქარაგმებით. რადგან ჯინორიას ჯერიც ხმისთვის აეწია და კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ბიძინასთვის, რომ წარსულში მარცხი განიცადა და ახლაც იმავეს მიიღებს, რადგან ისევ ის ბიძინა თაბაგარი დარჩენილა. შეგაიგაცო. კარგად იცი, მაშინ კიცებულებები არ გეყო. ვერაფერი ვერ დამაკელი რა. ეხლა რა გინდა თურმე ხარ? შენ ისევ ის ბიძინა თაბაგარი დარჩენილი ხარ რა. და როგორ შეიძლება დაგვირგვინდეს ასეთი სიტყვიერი ორთაბრძოლა? რა თქმა უნდა ჩახტის მუქარით. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. აი ხლა რომ გაგიყვან გარეთ
და ყველას ფოტი რო ჩაჭხდი, აი მაშინ ნახევრად გამაგარიცა ვარ. ბიზინა გადის და ჯინორიას ავიწყდება, რომ ხელები უკვე გაიმშრალა. ხელახლა იწყებს განბანვას. მთელი ეს სცენა გაგრძელდა სულ რაღაც 2 წუთის განმავლობაში, მაგრამ ძალიან მსუყედ იყო გაჯერებული გასაანალიზებელი მომენტებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ გამომრჩებოდა რაღაც და თუ რამეს შემჩნევთ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ. ძალიან საინტერესოა ხოლმე ჩემთვის ისეთი რამის მოსმენა, რაზეც არ მიფიქრია, მაგრამ ცხვირწინ ყოფილა თურმე. საინტერესოა მომდევნოსთებაც. აქ პირველად იწყება ქათამაძესა და ნიჟერაძეს შორის არსებული ურთიერთობის შედარებითი დათბობა და რაც მთავარია სიტყვებით და არა რაიმე სხვა გზით. თავიდან თითქოს ამის საფუძველი არ ჩანს. ლექსო ზურგით ჯდება რეზოსთან, რეზო კი ჯერ გაბუტული ბავშვივით იჯდა, მერე გაზეთის კითხვა დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ დიდად არ საინტერესებს. გაზეთის კითხვა სინამდვილეში უფრო დაკავებულობის იერის შექმნას ნიშნავს. შენ თუ კომპიუტერში აკეთებ საქმეს, მე აი პრესას ვეცნობი და შენი ამერიკა სუფეხებზე მკიდია. კარგი ხუმრობ. აქ ამერიკა მართლა არაფერ შუაშია. თუმცა ქათამაძე ცდილობს რამით დაკავდეს, რომ ლექსოსთან კონტაქტი არ ჰქონდეს. კონტაქტის სურვილის არ ქონა ჩანს აი ამ ჰმშიც. ბატონო რეზო. თითქოს მნიშვნელოვან რამეს ვაკეთებ და ნუ მაცდენა. თან იმაზე მეტი ყურადღების ღირსი არ ხარ, ვიდრე შენ და მივიჩენ და შემიძლია გაზეთის კითხვა ისე გავაგრძელო, რომ ზედაც არ შემოგხედო. მინდა მიგახვედრო, რომ შენზე ნაწყენი ვარ და ჩემთან ვალში ხარ. ზუმცირე ბოდიში მაინც უნდა მომიხადო. საინტერესო ის არის, რომ ლექსოს რომ ქათამაძის დახმარება არ დასჭირვებოდა, სავარაუდოდ მთელი ერთობლივი მორიგეობა ჩუმად ჩაივლიდა, რადგან არც ერთი გრძნობს თავს დამნაშავედ და არც მეორე. ორივე შეეცდებოდა მეორისთვის დაემტკიცებინა, რომ საქმეს მარტოც მშვენივრად ართმევს თავს. ეს არის ერთგვარი უპირატესობის დამტკიცების ფორმა. მე შენზე მაგარი ვარ. აი ეს ჩანს ორივეს ქცევაში. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ლექსომ მხოლოდ მაშინ მიმართა ქათამაძის დახმარების თხოვნით, როცა თავისმა პირველმა მცდელობამ, ანუ ბილიხოძის კარტოთეკაში კომპიუტერში მოძებნამ არ გაამართლა. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, დახმარება ითხოვა მაშინ, როცა სხვა გზა აღარ ჰქონდა. ქათამაძე აქ დახმარებაზე უარს ვერ ეტყვის, რადგან მაშინ თვითონ გამოჩნდება ცუდის როლში. მაგრამ შეუძლია თავისი წყრომა სხვა ფორმითაც გამოხატოს. დედის? ისა მესმენე საქმე შეიძლება იქნებ დამეხმარო. ჰა? აქ დედის გვარის კითხვაც და ეს გრძელი პაუზაც თვალებით კონტაქტის პარალელურად უკმაყოფილების გამომხატველია. თითქოს კარგი, დაგეხმარები, მაგრამ შენთვის მეც მაქვს რაღაც სათქმელი. აი ერთი ეს საქმე მოვრჩეთ და მერე კარგად უნდა დაგელაპარაკო. რეზო თამარასთან დარეკავს და მთელი საქართველოს სატკივარს შესჭივრებს. ჭამისმადა კი გვაქვს, მაგრამ საჭმელი ნაკლებად. ბილიხოძის ვინაობის დადგენის დროს თამარაც მამის სახელით ინტერესდება, რაზეც ქათამაძეს პასუხი არ აქვს. მაგრამ მაგარი კომედია იქნებოდა თამარას რომ ტელეფონიდან ქათამაძისვე ხმით ზუსტად ეს ეკითხა. დედის? ნამდვილი უხერხულობა იწყება ტელეფონის გათიშვის მერე. ახლა უკვე გაბუტულის თამაში არც ერთს აღარ შეუძლია, რადგან კონტაქტში უკვე შევიდნენ ერთმანეთთან. სიჩუმე კი ძალიან უხერხული იქნება. ამიტომ ვიღაცამ საუბარი უნდა წამოიწყოს. დააკვირდით, როგორ მკვეთრად იცვლება ორივე სხეულის ენა ტელეფონის გათიშვისთანავე. უცბად რეზოს ცხვირის ფხანა მოუნდება, ლექსოს კი ტანის აწრიალება. საბედნიეროდ სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა და საუბარს ქათამაძე ხსნის. დაიყო ბიჭო. რატო არ წამოხვედი გუში? აქ ლექსო გასამართლებელ მიზეზს უფრო იგონებს, ვიდრე რეალურ პასუხს. ღვინოს არ ავსოვდა რა მინდა. სულ არა. სულ არა. ჯერ ერთი ლექსო თავად ამბობს, რომ რატო სადელზე 1-2 ჭიქა კარგი ღვინო სასარგებლო ყოფილა. გამოდის, რომ სიცრუეა თითქოს ღვინოს სულ არ სვამს. ეს ერთი. მეორე ის, რომ ღვინის დალევა არ არის სავალდებულო მოთხოვნილება. შეგიძლია უბრალოდ საჭმელი ჭამო. და მესამე, როცა ახალი თანამშრომელი ხარ და სხვები სადღაც მიდიან, შენ როგორც იმ კოლექტივის ნაწილი, ვალდებული ხარ სხვებსაც გაუწიო ანგარიში. ვალდებული არა წესდებით ან კანონებით, არამედ იმ დაუწერელი მორალური პასუხისმგებლობით, სადაც ერთად მომუშავე ადამიანები ერთმანეთს თავს არ არიდებენ. რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც ისეთი ხდებოდეს, რის გამოც წასვლას ვერ ახერხებ, მაგრამ ბასეინი ნამდვილად არ არის ასეთი მიზეზი. ბასეინი, რა ბასეინი? გეუნებიან დავლიოთ რა. ამ შემთხვევაში ქათამაძე სუბიექტურადაც და ობიექტურადაც მართალია. თუმცა ამას ვერ ვიტყვით მისი მსჯელობის ფორმაზე. მე თუ არაფერი გაწუხებს, ღვინოს როგორ არასო? ქართველი არა ხარ? მას ღრმად წამს, რომ ვინც არ სვამს, ავად უნდა იყოს, ხოლო ვინც ჯანმრთელია, ყველა სვამს. ეს არის მოვლენების ძალიან ვიწრო
სტერეოტიპული ხედვა, როცა ადამიანს უჭირს განსხვავებული აზრის არსებობის დაშვება. ლექსო ამ დროს ქათამაძისთვის უცხოელია. აბა როგორ შეიძლება ერთდროულად ქართველიც იყო და თან არ სვამდე? ლექსო ამ კითხვის შემდეგ მაგიდაზე თითების კაკუნს იწყებს. თითქოს ამ კითხვაზე რა პასუხი უნდა გავცეო, ან ელაპარაკე ახლა ამასო. ლექსოს ეს სიჩუმე ქათამაძეს უფრო რადიკალური დასკვნების გამოტანის საშუალებას აძლევს. არ უნდა წასულიყავი ამერიკაში. ამერიკა და შუაში. შუაში აბა რა. ასეთი ხედვა სხვათა შორის ბევრ ადამიანს აქვს. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი, სხვისგან დამოუკიდებელი პოზიცია. მაგალითად ის, რომ ადამიანი არ სვამს, შეუძლებელია მისი პირადი გადაწყვეტილება იყოს. არა, ჯობია ვთქვათ, რომ ამერიკაში მიაჩვიეს ასე. ეს კარგად ჩანს დღევანდელ ქართულ პოლიტიკაშიც. რაც არ უნდა თქვა, შენთვის იარლიყი გამზადებული აქვს. არავის არ სჯერა, რომ შენი აზრი გაქვს. ყველას ჰგონია, რომ რომელიმე პარტიის ნათქვამს იმეორებ და რაღაც დიდმა ჯგუფმა იმოქმედა შენზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ასეც იყოს, შეიძლება არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასეა. ამიტომ ქათამაძის დასკვნა, რომ ამერიკა და ქართველი კაცის გადასხვაფერება ერთმანეთს უკავშირდება, არ არის 100%-ით ზუსტი. შეიძლება ადამიანი ამერიკის გარეშეც შეიცვალოს და ამერიკის გარეშეც ჰქონდეს თავისი არჩევანი და შეხედულებები. შემდეგ ჩანს ღირებულებათა ჯახიც. ერთის თქმით, დათრობა და ქვეშჩაფსმა კარგია, მეორე კი ხაზგასმით აცხადებს, რომ ქვეშ არ იფსამს. როგორ გინდა ამორს შორის საერთო იპოვო? თუმცა ჩვენ და გასაკვირად ქათამაძე ქვეშჩაფსმის გასამართლებელი არგუმენტების მოყვანას იწყებს. მართალია ეს არგუმენტები იმის ხაზგასმელად უფრო გამოდგებოდა, რომ ცხოვრების დონეა ცუდი და არა იმის, რომ ადამიანს დალევის გარდა სხვა გზა არ აქვს, მაგრამ რასაც ქათამაძე ამბობს, ნამდვილად სტრესული მოვლენაა, რისგან გაქცევასაც ადამიანი ყოველთვის შეეცდება. ქათამაძის შემთხვევაში სასმლით. მომისმინე ძმო, ვიცი რას გეტყვი. ამ ქვეყანას ჩემტერნო უყურა ფხიზელი თვალით. ხელფას არ გვაძლევენ. ტანსაცმელს ჩვენ არ გვაძლევენ. სამსახურზე საქმეებზე ჩემი მანქანი დავდივარ. ბენზინს ჩემი ფულით ვასხა. ოპერაციაზე გახვალ და მე შენ გეტყვი, მე რომ ფიშტოში სამი ვაზნა მიდებს იმოხერს, მამაძახს, კაცის ფულს და არაკაც ტეჩკინია გაგდებული და პულინოტი წელზე კიდია. ისი, ეხლა უყურე რა ხდება. ის შისოტკი ტიქრის. მე კიდე ჩემი დაანჯღრეული ნოლადინით მივსდევ. მითხარი ხლა არ დავლიო? აი არ დავლიო? როგორც ვთქვი, არგუმენტები სწორია. ქათამაძე არაფერს არ აზვიადებს და ყველაფერს ზუსტად აღწერს. თუმცა დასკვნა, რომ ამ ყველაფერს დალევით უნდა ვებრძოლოთ, მაინც და მაინც სწორი არ უნდა იყოს. მაშინ უნდა გავამართლოთ ნარკოტიკების მოხმარებაც, კაზინოში სიარულით და სხვა ყველა მავნე ჩვევაც, რაც ადამიანს სტრესს ცოტათი მაინც უმსუბუქებს. ეს უბრალოდ გაქცევაა და მეტი არაფერი. ერიხ ფრომის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის თავისუფლებისგან გაქცევა. თავისუფლება რთულია, რადგან მასში ბევრია პირადი პასუხისმგებლობა. ამიტომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობისგან გავრბივართ და თავს ვაფარებთ ყველა იმ საშუალებას, რაც საქმეს გაგვიმარტივებს. ზოგი სმას იწყებს, ზოგი წამლის მოხმარებას, ზოგი ქურდულ სამყაროს აფარებს თავს, ზოგი პოლიტიკას და ასე შემდეგ. თითოეული მათგანი გაქცევაა. ოღონდ იცვლება ამ გაქცევის ფორმები. ქათამაძე ამ უამრავი ფორმიდან ერთ-ერთს, ანუ დალევას გვთავაზობს. ამ ფრიად საინტერესო ფილოსოფიურ ჭიდილს თამარას ზარი შეგვაწყვეტინებს. და ბოლოს აი ეს ფურცლის გადაცემა ძალიან კარგად აჯამებს მთელ სცენას. მიუხედავად იმისა, რომ სულ 2 კადრია გამოყენებული და ყველაფერი ძალიან მარტივად არის გადაწყვეტილი, ჩვენს თვალწინ მაინც ძალიან კარგი თავისუფალი თემა დაიწერა. გვაქვს შესავალიც, ძირითადი ნაწილიც და დასკვნაც. როგორც გაგრძელდა ლექსოს და რეზოს ურთიერთობა, კი ვიცით. და ადრე თუ გვიან ეს სერიალში მაინც უნდა მომხდარიყო, რათა ეგრეთ წოდებული მტრის ხატი მაყურებლის თვალში მხოლოდ რეალური დამნაშავეები ყოფილიყვნენ და დიდი ყურადღება მეტად აღარ დაგვეთმო ამ შიდა კინკლაობებისთვის. მომდევნო სცენაში ვხედავთ უშიშროების თანამშრომლებს. არ ვიცი დღეს ჩანს ეს ზედმეტად აშკარა თუ ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ასეთი ჩაცმულობით პირდაპირ გასცემი ინფორმაციას, რომ თუ უშიშროებაში არა, რაიმე მსგავსში მაინც მუშაობ და არ ხარ ვიღაც უბრალო. შავები, ყავის ქურთუკი, კაკუნა ტუფლები, თანაც 2 ასეთი კაცი, რომელიც მხოლოდ ყავას უკვეთავს და უბრალოდ ზის, ერთმანეთსაც კი არ ელაპარაკებიან. ძალიან მეზედმეტება ასეთი დაწვრილმანება, მაგრამ გეტყვით ზოგადად როგორ უნდა მუშაობდეს უშიშროება, როდესაც საუბარია ფარულ ოპერაციაზე ან ოპერატიულ მეთვალყურეობაზე. უშიშროების თანამშრომლის ჩაცმულობა ამ დროს მიჰყვება ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი ადამიანის კონცეფციას. ანუ, ჩაცმულობა უნდა შეესაბამებოდეს კონტექსტს. თუ ხარ რესტორანში, უნდა გეცვას და იქცეო და ისე, როგორც რესტორანში აცვიათ და იქცევი. თუ ხარ თეატრში, ცირკში, ზოოპარკში, პაემანზე ხარ თუ, თეატრში ხარ თუ, გასტრონომში თუ, აბანოში.
ყველგან სათანადოდ უნდა გეცვას და არა ასე. ასე ჩაცმით შენ კონტექსტიდან ხარ ამოვარდნილი, რაც ზედმეტ ყურადღებას იქცევს და გამოდის, რომ შენ უფრო ხდები სხვების დაკვირვების ობიექტი, ვიდრე თავად აკვირდები სხვებს. კიდევ ერთი რამ, რაც ცოტა გაუგებარია, არის რატომ ლაპარაკობენ ადამიანები ერთდროულად ორ ენაზე. ან ისაუბრონ ქართულად, ან რუსულად. ეს უფრო შეიძლება მაყურებლებზე იყოს გათვლილი. ზედმეტი რუსული ქართველი მსმენელისთვის გაართულებდა აღქმას, ზედმეტი ქართული კი სვეტას რუსულენოვანის იერს წაართმევდა. ამიტომ ვიღებთ ასეთ ნაზავს. მაგრამ ამ ორ ენაზე საუბარს ფსიქოლოგიაში აქვს თავისი ახსნა და შეიძლება რეალურ ცხოვრებაშიც შევხვდეთ ასეთ ხალხს. ეს არის ეგრეთ წოდებული კოგნიტური ეკონომია. არსებობს შემთხვევები, როცა რაიმე კონკრეტული სიტყვა უფრო მარტივად გვახსენდება უცხო ენაზე. ამიტომ გონებრივი რესურსების დაზოგვის მიზნით აღარ ვიწყებთ ქართული შესაწყისის ძებნას და პირდაპირ იმ უცხოურ სიტყვას ვიყენებთ. ასევე ენებს აქვთ თავისი ემოციური ზონები. მაგალითად, ზოგიერთი ემოციის გამოხატვა უფრო მარტივია კონკრეტულ ენაში, რადგან იქ უფრო ჟღერადი და ზუსტი სიტყვა არსებობს აზრის გადმოსაცემად. კიდევ ერთი ახსნა ეგრეთ წოდებული სოციალური ქამელეონიზმი. ჩვენ ვცვლით საკუთარ ქცევებს ისე, რომ დავემსგავსოთ მოსაუბრეს. თუ ჩვენი მოსაუბრე ორენოვან გარემოშია და ენებს ურევს, ჩვენც ასე ვიქცევით, ხშირად გაუცნობიერებლადაც, რომ კომუნიკაცია გავამარტივოთ. ხოლო თუ ორ ენაზე ერთდროული საუბარი ცნობიერი და გამიზნული ქცევაა, ეს არის ერთგვარი შიდა ჯგუფური იდენტობის შექმნის მაჩვენებელი. ორ ადამიანს ასეთ დროს აქვს თავისი ექსკლუზიური საკონტაქტო ფორმა, რაც მხოლოდ მათ იციან. ამ უბრალო ჭორაობაში სვეტა რატომღაც ახალმოსული შავფორმიანებისკენ გააპარებს თვალს და ცოტახნით უყურებს. შეიძლება აქ უკვე აქვს ეჭვი, რომ სწორედ მასთან არიან მოსულები, თუმცა ამის დაზუსტებით თქმა რთულია. საინტერესოა ლილის რეაქციაც, როცა სვეტამ ფულის თხოვა. Мне деньги нужны, Лили. სვეტას და სოფრომაძის გაცნობის სცენაში შეიძლება ვიფიქროთ, რომ ძალაუფლებრივად სოფრომაძე უფრო მაღლა დგას. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარს მაინც მთლიანად სვეტა აკონტროლებს. Да и сатавита. ვინის? Твой товарищ. А что, выпивка это единственное, что ты можешь предложить? Муша? Стало? Я тебя к себе не приглашала. Как странно. Я мужчин знаю. Никогда бы не подумала, что ты женат. А кольца почему не носишь? ვინც წინა სერიის ანალიზს უყურა, იქ უკვე ვთქვი, რომ ვინც კითხვებს სვამს, ის დომინანტურ პოზიციაშია, ხოლო ვინც პასუხობს, ის ვერ აკონტროლებს სიტუაციას და დაძაბულია. ამიტომ აქაც სოფრომაძის პერსონაჟი მთლად ვერ ბრწყინავს ვერც პროფესიონალიზმით და ვერც სიტყვა-პასუხით. ნაშამ დაურეკა და წავიდა. Какое твое дело? ჯერ არა. ჯერ მიპასუხე რა დროს ტუალეტია. თანაც ადვილად ჩანს, რომ სოფრომაძე ცდილობს სვეტას საცხოვრებელი ადგილის გაგებას. რაუბნელი ხარ? მოკლედ ჩვენთან ავიდეთ. მოკლედ მიკრე ვარ სახლში. რთული წარმოსადგენია, რომ უშიშროებამ ეს არ იცის და საჭირო ხდება პირდაპირ იმ ადამიანს კითხო, რა გაინტერესებს, ვისაც უთვალთვალებ. მომდევნო სცენაში ლექსო კინაღამს ცემეს. შემოდიეთ დროზე და წინი არა იქითადი. ანდრო ბილიხოძე სტუმართ მოყვარეობის მწვერვალზე გვევლინება. დაგინდა ვინო. თუმცა საინტერესოა, როგორი ყნოსვა აქვთ კრიმინალური ან ნახევრად კრიმინალური გაგების ადამიანებს და რა მარტივად ამჩნევენ მათსა და ძაღლებს შორის განსხვავებას. შენ იქიდან ხარ? საიდან? საიდან და საწაღალეთიდან. თემოზე მაგაცები ეგრე არა ბაზარობ. მაგრამ დიდი ალბათობით ანდრო ყოველთვის ასე არ იქცევა. უბრალოდ თავის ტკივილი, პახმელია, უფულობა, მიგდებულობა, ეს ყველაფერი ბუნებრივად ზრდის აგრესიას და ამ დროს ნამდვილად არ გექნება ნერვები ვიღაც გაურკვეველი წარმოშობის სტუმრისთვის. ლექსოს დაკავებული დამნაშავესავით შეაგდებენ სახლში და მუქარის შემცველ დაკითხვას მოუწყობენ. აბა ეხლა მითხარი, ვინ ახარ და რა გინდა? ანდრო ბილიხოძის ნაცვლად აქ კალდუნა რომ ყოფილიყო, კითხვას ასე დასვამდა. ახან ზარში სახში მომაკითხე, რაღაცა გიჭირს რა. ასეთი კითხვა იმ ფარულ მუქარას ატარებს, რომ ახლა ჩემს სამფლობელოში ხარ და ვეღარსად ვერ გამექცევი. შანსს მოგცემ, რომ დამარწმუნო შენს კეთილ სინდისიერებაში. ანდროც კითხვაზე პასუხს იღებს და ლექსოს სახელზე ისე ჩაფიქრდება, თითქოს თემოს ყველა კლასელს იცნობდა. აქ ლექსოს და თემოს კლასელობის შემოწმების უამრავი გზა არსებობს. მაგალითად შეეძლო ეკითხა, რომელი სკოლა დაამთავრეთო, ან სხვა კლასელების გვარები ჩამოეთვლევინებინა, ან დირექტორის და რომელიმე მასწავლებლის გვარი ეკითხა და ასე შემდეგ. ლექსო ან დაიბნეოდა, ან რაღაც უაზროს მოიფიქრებდა და ასე უფრო მარტივი გახდებოდა მისი სიცრუეში გამოჭერა. მაგრამ ბილიხოზე საძაღლეთზეა ჩაკირკიტებული.
და ვინც გინდა იყოს ლექსო, თავარია საძაღლეთიდან არ იყოს. სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. საინტერესო ის არის, რომ როგორც წესი ანდროსნაირ მკაცრ ადამიანებს ერთადერთი დამცავი ზღუდე აქვთ, რომელიც რთული გადასალახია, მაგრამ როგორც კი გადალახავ, მერე ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება. ეს პირველი დამცავი ზღუდე არის უნდობლობა. მათი ნდობის მოპოვება რთულია, მაგრამ თუ ეს შეძელი, მერე ისინი ყურადღებას ადუნებენ და უცბად კეთილგანწყობას ავლენენ. ამის შემდეგ ძალიან მარტივი ხდება მათგან ინფორმაციის მიღებაც, მათი გულის მოგებაც და ასე შემდეგ. სერიალში ასეთი პერსონაჟების რიცხვს მიეკუთვნებიან ქათამაძე, ანდრო ბილიხოძე, ნაწილობრივ ზვია დღონღაძე, სკლინტა, კოკა მახალდიანი, მეგი სანებლიძე, გენერალი გრონიჩევი. ესენი არიან ადამიანები, რომლებზე გავლენის მოხდენაც და რომელთა სურვილისამებრ მართვაც თავიდან რთულია იმ საწყისი დამცავი ბარიერის გამო, რომელსაც უცნობებისად მიიყენებენ. მაგრამ როგორც კი ერთხელ კეთილგანწყობით შემოაბრუნებ შენსკენ, მერე მარტივი ხდება მათთან ურთიერთობა. ამის საპირისპიროები არიან ბიძინა, ჯინორია, გეჯაძე, კოშკა, ზერაგია, ეგაძე, ცეცხლაძე და სხვები, რომლებიც ყურადღებას არასდროს არ ადუნებენ და სხვისი გავლენის ქვეშ ადვილად არ ექცევიან, მაშინაც კი როცა ენდობიან ადამიანს. ზერაგია არ ენდობა არავის, მაგრამ მაინც. ამის მერე ანდრო გავარდა რაღაცების მოსატანად და გამოძიებას კიდევ ერთხელ გაუღიმა ბედვა. ძალიან ბევრი გამართლება პირველ სერიაში ჩამოვთვალე. ახლა კი ეს. სურათებით მარტივად იღებ ინფორმაციას უამრავ რამეზე. ანდრო კი, რომელიც პოტენციურ ძაღლს ელაპარაკება, უცბად მთელ კარტებს გაუხსნის. მთელი კარტები გაუხსენი. რაკენი ბიჭო იარაღი მტერს ჩააბარე? ნამდვილი სიმონა ხარ. კაცში ბრუნდება ბიძინა. რაღაც ძალიან გრძელი პაუზა იყო ბიზნეს გარეშე და მეორე ხარისხოვან პერსონაჟებზე ბევრის თქმა ამიტომაც მოგვიწია. მაგრამ დაუბრუნდით. ქათამაძეს და ლექსოს შორის არსებული აშკარა კონფლიქტის შედარებითი მოგვარების შემდეგ შედარებით უნდა მოგვარდეს ლექსოს და ბიზნეს შორის არსებული ფარული კონფლიქტიც. აქ ორივე მხარე მინიშნებებით ლაპარაკობს, თითქოს ზოგადად ვიღაც სხვაზე, მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთი ჰყავთ მხედველობაში. არ იცი. არენდობი იმ ხელს ვინც არსობს. ესე იგი, რაღაცებს დასამალი, რაიგეში. ეს ვინც არც იმ გასარვენდობი, თავის თანამშრომლებს რო რესტორანში არ გაყვება, თავს არ უხადრებს, ზემოდან რო უგურებს. ქათამაძის არ იყოს ბიზნეს ლოგიკური მსჯელობის ფორმაც დიდ ნაკლს შეიცავს. ქათამაძეს ეგონა, რომ ყველა ქართველი სვამს და თუ არ სვამ, არც ქართველი ხარ, ბიზნეს კი ჰგონია, რომ ვინც არ სვამს, იმას რაღაც უნდა ჰქონდეს დასამალი და თუ დასამალი არაფერი აქვს, მაშინ უნდა სვამდეს. ვერც რეზო და ვერც ბიზინა ვერ ითვალისწინებენ, რომ მათივე წამოყენებული პირობა შეიძლება თავისუფლად დაირღვეს. შეიძლება ქართველი იყო და არ სვამდე და შეიძლება დასამალი არაფერი ჰქონდეს და მაინც არ სვამდე. დალევა არაფერთან არ არის ისეთ ურყევ მასში, რომ ამით რაიმე დასკვნის გამოტანა შეგვეძლოს. არც დალევა და არც არ დალევა დამატებითი ინფორმაციის გარეშე არაფერს არ გვეუბნება. თუმცა ბიზინა რაღაც მხრივ მაინც მართალია. თუ დალევას როგორც ერთობლივ სოციალურ რიტუალს ისე შევხედავთ, მაშინ ის გადაიქცევა არა უბრალოდ სასმელის მიღებად, არამედ ურთიერთ დაახლოების, ურთიერთ გაგებისა და ურთიერთ ნდობის საშუალებადაც. და ის, ვინც ამ საშუალებაზე უარს ამბობს, ავტომატურად ეჭვქვეშ დგება. თანამედროვეობაში ეს შეიძლება ნაკლებად ჟღერდეს დამაჯერებლად, მაგრამ ისტორიულად სხვადასხვა ქვეყნის კულტურებში დალევაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. მაგალითად, იცით, რატომ უჭახუნებენ ადამიანები ჭიქებს ერთმანეთს? ბევრი ჩვენგანი ამას გაუაზრებლად აკეთებს და ერთხელაც არ დაფიქრებულა, რას ნიშნავს ჭიქების მიჭახუნება. სინამდვილეში ამ ტრადიციას თავისი ისტორიული წარმოშობა აქვს. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად მას უკავშირებენ შუა საუკუნეების ბრიტანეთს, კერძოდ ირლანდიას, სადაც სასმელით მოწამვლა იყო პიროვნული და პოლიტიკური ანგარიშსწორების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იარაღი. როცა ორი ადამიანი ერთად სვამდა, ორივეს სჭირდებოდა გარანტია, რომ მეორე ადამიანი მის მოწამვლას არ აპირებს. ამიტომ ისინი საკუთარ კათხებს მიუჭახუნებდნენ ერთმანეთს, რითიც სითხე ერთი კათხიდან მეორეში გადაიღვრებოდა. ამით ისინი ატყობინებდნენ მეორეს, რომ მზად ვარ შენი კათხიდან გადმოღვრილი სითხე დავლიო, რაც იმას ნიშნავს, რომ მე შენი სასმელი არ მომიწამლავს. ჩვენ ვსვამთ ერთმანეთის სასმელს და შესაბამისად ერთმანეთს ვენდობთ. ბიზნეს ამ მხრივ შეიძლება გავამართლოთ, რადგან ის არ ენდობა იმ ადამიანებს, ვინც არ ცდილობს სხვათან ნდობის მოპოვებას და იმის დამტკიცებას, რომ ამ ნდობას ნამდვილად იმსახურებს. რაც შეეხება იმ გავრცელებულ აზრს, რომ ჭიქის წკრიალი ავსულებს აფრთხობს, ეს შეცდომაა.
იმიტომ რომ წარსულში როცა მინის ჭურჭელი საერთოდ არ არსებობდა და უმეტესად ხის ჭურჭელს ხმარობდნენ, მიჭახუნება ვერანაირ ხმას ვერ გამოსცემდა. არსებობდა ლითონის ჭურჭელიც, მაგრამ ეს უფრო ფუფუნების საგანი იყო და არა საყოველთაო ყოველდღიური მოხმარებისი. ბიძინას არც ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ აქვს მთლად გამართული არგუმენტაცია. მას აგიჟებს ის ეგოისტი ადამიანები, რომლებიც არ ეწევიან და 24 საათი საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. დავიწყოთ იქიდან, რომ მოწევის ნაწილში თავად ბიძინას გადის. არც ის ეწევა. დაგვრჩა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეგოიზმი. ეგოიზმი მარტივად რომ განმარტოთ არის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება, მაშინაც კი როცა სიტუაცია სხვისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებას მოითხოვს. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ არის რაღაც ისეთი, რითიც სხვა შეგიძლია დააზარალო. შესაბამისად ამ ქცევას ეგოიზმის კატეგორიაში ვერ გავიყვანთ. ეგოიზმი არის ის შემთხვევა, როცა შენი ჯანმრთელობის დაზიანებით სხვას რამე შეგიძლია არგო და მაინც ჯანმრთელობას ირჩევ. ერთადერთი რაც ლექსომ გააკეთა არის ის, რომ ბრჭყალებში არ გაუსწორა თავის თანამშრომლებს და დასალევად არ გაყვა. მაგრამ თუ ადამიანი არ სვამს და შენ ძალით გინდა დაალევინო, თუ წამოსვლა არ უნდა და ძალით გინდა წამოიყვანო, ამ შემთხვევაში ეგოისტი თავად გამოდიხარ. რადგან იჭრები სხვის პიროვნულ არჩევანში და ცდილობ მისი ქცევის იმდაგვარად შეცვლას, რომ ის შენს სურვილებთან მოვიდეს შესაბამისობაში. აქვე საუბრობენ სამსახურეობრივ მოვალეობაზეც, რომელიც ბიძინას თქმით კარიერისტების მოგონილია. ვისი მოგონილია ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ სამსახურსაც გააჩნია. მაგალითად, ქირურგმა რომ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა შეასრულოს, აქ კარიერული წინსვლის სწრაფვა ნაკლებად ჩანს. უბრალოდ ადამიანი გადაარჩინე და მოიქეცი ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. კარიერა სულ რომ არ არსებობდეს, ქირურგი მაინც ასე უნდა მოიქცეს. სხვა სამსახურებში კი შეიძლება ცოტა კარიერისტული ზრახვების დანახვაც. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ზედმეტი გულმოდგინებით და პერფექციონისტული ხედვით უდგებიან სამუშაოს და ცდილობენ თანამშრომლებზე მეტი გააკეთონ, გამოიშინონ თავი, დაიმსახურონ ქება, გაზარდონ გავლენის სფეროს, სწრაფად დაწინაურდნენ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში სამსახურეობრივი მოვალეობა მართლაც კარიერისტობად იქცევა და ბიძინაც სავარაუდოდ ამ მეორე ვარიანტს გულისხმობს. მერე თავადვე დასცენს, რომ კარიერა თავისთავად ცუდი არ არის. აქ ჩემი აზრით ურთიერთგაგების პრობლემა უფროა ვიდრე უთანხმოების. არც ერთ მხარეს არ ესმის, რას ამბობს რეალურად მეორე. ამიტომ თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ გამოვა ბოლოს მართალი, მაგრამ სინამდვილეში ორივე მართალს ამბობს. უბრალოდ სხვადასხვა რამეზე ლაპარაკობენ. ერთმა რომ თქვას 2x2 4-იაო და მეორემ თქვას არა 5 კუთხეც 5 კუთხე აქვსო. ორივე სწორს ამბობს, უბრალოდ სხვადასხვა რამეზე ლაპარაკობენ და ეს არ ესმით. ამის შემდეგ ლექსო ბიძინას გააცნობს ყველა იმ ინფორმაციას, რისი მოპოვებაც შეძლო. ბიძინა ცოტა მწყრალად პასუხობს, ნუ გეწყინება, მაგრამ ბევრი ვერაფერი ვერ ამოგიქეკავსო. მართალია, მაგრამ აქ ჩანს, რომ ლექსო და ბიძინა ჯერ ერთ გუნდად არ არიან შეკრულები. ლექსო ცალკე აგროვებს ინფორმაციას, ბიძინა ცალკე. ამ ინფორმაციების ერთმანეთისთვის გაზიარება მინიმალურია, ხოლო მათი ერთობლივი განხილვა ნულოვანი. სხვა სერიებში ვხედავთ, რომ მაშინაც კი როცა ბევრი არაფერი არ იციან, ცდილობენ რაღაცის გარკვევას, მსჯელობენ, ფიქრობენ, სულ-მცირე იმაზე მაინც როგორ შეუძლიათ ახალი ინფორმაციის მიღება. მაგალითად, შეეძლოს დაინტერესებულიყვნენ ბილი ხოძის პიროვნებით და მეტი გაერკვიათ მის შესახებ. მაგრამ არა, აქ ერთობლივი მუშაობის მცდელობაც კი თითქმის არ ჩანს. ბიძინას პასუხში არაფერია ისეთი, რასაც სხვა ვერ იტყოდა. ზუსტად ეს სიტყვები ბავშვმაც შეიძლება თქვას. ვერ თქვით სად არის? რაღაც რივერაზე გულაობენ ან შიმაობენ, ოპულეჩი. მაშინ რა განსხვავებაა გამოცდილ ოპერმუშაკსა და ჩვეულებრივ ადამიანს შორის? მე მგონი თქვენი თანა გამოცდილი ოპერი უნდა გრძნობდეს, რომ აქ ასე მარტივად არ არის საქმე. ბიძინაც ხვდება. მე მგონი აქ უფრო საინტერესო ამბები ხდება. კინორიას მემოული. მე ჩავხდი მაგას. ოღონდ ალბათ მისი ჯინორიათი ასე დაინტერესება უბრალოდ შურისძიების სურვილით არის ნასაზრდოები და არა გამომძიებლის ცივი ლოგიკით. რომ არა ჯინორიათი გატაცება, გამოძიება ალბათ უფრო სხვანაირ გეზს აიღებდა. ამ მხრივ პირადი ემოციების წინ წამოწევა წარმატებული გამოდგა და ყნოსვით ბიძინამ ჯინორიას ჩაავლო. მოკლედ ამ კადრსაც შევეხოთ. ის რომ 16 დეკემბრიდან 1 კვირა გასული და ისიც რომ კონტინენტალში ნაძვის ხეჩანს, მიგვანიშნებს რომ ახალი წლის პერიოდია. მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ კალენდრის და ნაძვის ხის გარდა სხვა არაფერი საახალწლო მზადებაზე,
შესაბამის განწყობაზე და ასე შემდეგ არ მიანიშნებს. ეს კი მცირე წარმოდგენას მაინც გვიქმნის იმაზე, თუ როგორია პოლიციაში მუშაობა. სხვები საახალწლო სამზადისში არიან, შენ კი მკვლელებს დასდევ და საკუთარი დაბადების დღეც კი არ გახსოვს. ყველაფერი გავამზადე. დილოცავ. რა იყო, რა ხდება? რა ხდება, შენი დაბადების დღეა. რა ტორტი გამოგიცხე. აი, რა რიცხვია დღეს? მწვანე და თეთრი 0-ზე ვიტების შემჩნევისას ლექსომაც მიიღო საშუალება ბიძინა რაღაცაში გამოეჭრა და ეს შანსი გამოიყენა. დავიქ. მწვანე 0-ზე ვიტი? ხედავ? ხო, ზერან მან თეთრი 0-ზე ვიტი ითქვა. აი ამ მერე რაში ჩანს რომ თუ აქამდე ლექსო ამბობდა რაღაცას და მის დაკვირვებებს ეჭვის თვალით უყურებდნენ, ახლა მას უნდა ერთგვარი ვერბალური სამაგიერო გადაუხადოს და უთხრას რომ მარტო თქვენ კი არ იწუნებთ ჩემს მსჯელობას, მეც შემიძლია იგივე გავაკეთო. მერე რასთან ერთად აი ეს სიცილით სწორედ ამაზე მეტყველებს. ბიძინა ამ მცდელობას მიუხვდება სავით და თავისი მსჯელობის ახსნის შემდეგ ნიშნის მოგებით ეკითხება. გამიგე? თითქოს აი მე რასაც ვამბობ დასაბუთებულიც არის შენგან განსხვავებით და შემჩნევებს თავი დაანებეო. ამასობაში რეკავს სვეტა და ამბობს რომ მის ბინას უთვალთვალებენ. პირველ სერიაში აღნიშნეთ სვეტას დაკვირვებული და გამჭრიახი თვალიც. ესეც ამის დასტურია. კორპუსის ქვეშ ბევრი მანქანა შეიძლება გაჩერდეს და არ არის მარტივი მიხვდე რომ სწორედ შენთან არიან მოსულები. თუმცა მას შემდეგ რაც კაფეში მოხდა სვეტას ყურადღება უფრო მეტად იქნებოდა მომართული ასეთი დეტალების შემჩნევისადმი. რადგან შიში ადამიანს ფხიზლად ყოფნას აიძულებს. უნდა აღინიშნოს ბიძინას და ლექსოს მოქმედების ეფექტიანობაც. აქ შეიძლება ითქვას მათ რაც შეეძლოთ იმის მაქსიმუმი გააკეთეს სვეტას დასახმარებლად, თანაც ზედმეტი ხმაურის გარეშე. იმავეს ვერ ვიტყვით ამორზე. სვეტა ჩვენა ვარ კა? ვინ თქვენ? ერთს ნაშამ რომ დაურეკა და წავიდა და მეორე ცოლს რომ ღალატობს და იარაღით დადის? გეშინია შენ დასაცავად გამოვაგზავნეს. ვისგან დასაცავად, როცა საფრთხეს თავად წარმოადგენთ. მაინც და მაინც დამაჯერებლად ვერ მოქმედებს ქართული უშიშროება. და ბოლოს სვეტას ლიზიკოსთან მიიყვანენ. აი აქ კარის დაგვიანებით გაღება უფრო ბუნებრივია ვიდრე თავიდან როცა ჯინორიას მაშინვე უღებენ. ლიზიკომაც სტუმარი ღვთისაო და მოსული სტუმრები უბრალოდ სახლში შეუშვა. მთლიანობაში მგონი საინტერესო სერია მივიღეთ. ახლებური თვალით დავინახეთ პერსონაჟები, გავეცანით მათ მსოფლმხედველობას, შედარებით მეტი გავიგეთ ბიზნესსა და ჯინორიას წარსულზე და ვიხილეთ რამდენიმე ახალი პერსონაჟი. თუმცა კონკრეტულად დასასრულის სცენით მეორე სერია პირველს რომ შევადაროთ, დასასრული პირველ სერიაში ბევრად საინტერესო იყო და პირდაპირ გიბიძგებდა რომ მეორე სერია გენახა. აქ კი თითქოს დასასრული ისეთ ძლიერ ინტერესს აღარ აღწევს მესამე სერიისადმი. მაგრამ თუ უფრო ზოგადად შევხედავთ, მაშინ ბევრი რამე ჯერ კიდევ გასარკვევია. პასუხები ისევ არ გვაქვს ბევრ რამეზე და ამ მხრივ მეორე სერია მესამესადმი ინტერესს არა დასასრულით, არამედ ცალკეული მთელ სერიაში გაბნეული მომენტებით აღვივებს. ამით ჩვენი მეორე სერია დასრულდა. გემშვიდობებით კიდევ უფრო საინტერესო მომდევნო ვიდეომდე. ნახვამდის.